მე ვარ ალექსანდრე აზატიანი, თბილისის საკრებულოს წევრი, ცენტრალური ვაკის რაიონის მაჟორიტარი. ვაკე ის უბანია, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე ამ უბანს. ჩვენ გვაქვს სისტემატიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სადაც ვისმენთ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურის საკითხები, ურბანული და ტრანსპორტის საკითხები, სოციალური მიმართულება, განსაკუთრებით კი ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში არსებულ გამოწვევებთან. მოქალაქეებთან შეხვედრებით ჩემთვის მხოლოდ პრობლემების მოსმენა არ არის. ეს არის შესაძლებლობა უკეთ გავიგოთ თუ რა სჭირდება ჩვენს რაიონს, მოვისმინო მათი ინიციატივები, იდეები და მივიტანო ისინი შესაბამის გადაწყვეტილებების მიმღებ უწყებებთან. ეს არის სწორედ თვითმმართველობის იდეის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოქალაქეებთან შეხვედრები და კომუნიკაცია ბუნებრივია მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ საერთო ძალისხმევით შევძლოთ გავხადოთ ჩვენი ქალაქი და უბანი უფრო კომფორტული და მოწესრიგებული. ნომერ პირველი საბავშვო ბაგა-ბაღი ვაკის რაიონის და თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დღეს მეასე თაობის გამოშვებას აღნიშნავს. ეს თარიღი ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან ამ ბაღის აღსასვლელი ვიყავ. თბილისის მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და განვითარებისკენ მიმართულ პროექტს ახორციელებს. როგორც მაჟორიტარი და საკრებულოს წევრი, აქტიურად ვარ ჩართული ჩვენს რაიონში საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მოწესრიგებულ და კეთილმოწყობილ გარემოში ჰქონდეთ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა. ამისთვის მომავალში აქტიურად ვიმუშავებ. ახლა სვანიძის ქუჩაზე ვიმყოფებით. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ზიანი მიაყენათ 13 ივნის სტიქიამ ამ ქუჩას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ აქ ეწყობა ახალი სპორტული და რეკრეაციული სივრცე. დარწმუნებული ვარ, ეს ტერიტორია ახალ სიცოცხლეს შეიძენს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო გასართობების სივრცე, მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფიტნეს ზონა და დასასვენებელი სივრცე, რომელიც სრულად გამწვანდება. ალიაშვილის 43 ნომერში ვაკის გამგეობა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. როგორც წესი, პირველ ეტაპზე წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო ამის შემდეგ ხდება გზის საფარის და ტროტუარების მოწყობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბინადმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის და წყალარინების ქსელების შესვლა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ესეთი პროექტები წყვეტს იმ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საცხოვრებელ გარემოს. წყნეთს, როგორც თბილისთან შემოერთებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასახლებას, რომელიც თავისი ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია შემოერთებულ ტერიტორიებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. წყნეთში არაერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული და რეკრეაციული პროექტები მიმდინარეობს. ჯამურად 6 ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილი, საიდანაც 4-ზე აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწყობა, სადაც მანამდე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სასმელი წყლის და წყალარინების ქსელები და ეხლა უკვე ეწყობა სანიაღვრე და ასფალტის საფარი. კიდევ 2 ქუჩაზეა წლის ბოლომდე დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. წელს ასევე დაგეგმილია წყნეთის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია წყნეთისთვის. ეხლა ვიმყოფებით ამილახვრეს ქუჩაზე, სადაც ეწყობა 12000 კვადრატულმეტრზე ასფალტის საფარი, სადაც ასევე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები GVP-ის მიერ და ეხლა მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა. ამავე ტერიტორიაზე ამილახვრეს 23 ნომერში ეწყობა მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე, რომელიც თავისი მასშტაბით მართლაც განსაკუთრებულია 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მოეწყობა სპორტული მოედანი, საბავშვო და ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ინფრასტრუქტურა მორგებული იქნება შიშომი პირებისთვის. ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილი იქნება წყნეთელებისთვის. წყნეთზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ წერეთლის ქუჩაზე არსებული სტადიონი, რომლის რეაბილიტაციაც ხორციელდება, ეს იყო მოსახლეობის თხოვნა და ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. ვაკის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. მიუხედავად ამისა, გვაქვს ბევრი გამოწვევა ამ საკითხების გადასაჭრელად ვაკის რაიონის გამგეობასთან და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას.